რომის იმპერატორ დომიციანის მმართველობის დროს დაიწყო ქრისტიანობის დიდი დევნა. ყველა თავადსა და მმართველს დაეგზავნა ბრძანება, რომ ქრისტიანებს უსიტყვოდ მიეღოთ წარმართობა და თავყანი ეცათ კერპებისთვის. მაშინ მრავალი მორწმუნე გამოჩნდა, რომლებიც შიშის გარეშე ქადაგებდნენ ღვთის სიტყვას და მრავალი ეწამა. ამ დროს ეგეოსის ზღვაში კუნძულ პატმოსზე იქნა დამწყვდეული დიდი მოციქული, წმინდა იოანე ღვთისმეტყველი, წმინდა ანტიპას მასწავლებელი. პატმოსზე ხილვაში მას გამოეცხა დაუფალი და უბრძანა წერილი მიეწერა 7 ანგელოზისთვის, ანუ მცირე აზიის 7 ეკლესიის ეპისკოპოსისთვის. მათ შორის უფალმა ახსენა განმანათლებელი ანტიპა, პერგამოსის ეკლესიის ეპისკოპოსი. ამ პერიოდში ქალაქი პერგამოსი, როგორც წმინდა მამები წერენ, სატანის საცხოვრისი იყო. იქ ის ჩაითვლებოდა კეთილშობილად და სამართლიანად, ვინც ცემდა ან მოკლავდა ქრისტიანს. მაშინ ურწმუნოებმა ძალიან შეავიწროეს ქრისტიანები. ნეტარი ანტიპა, ურყევი რწმენისა და კეთილშობილების ადამიანი, მყარად და უშიშრად იდგა მტრების წინააღმდეგ. მან ყური არ უგდო მწვალებლების მუქარას, ხშირად გადიოდა ხალხში და წმინდა და სამართლიანი რწმენის შუქით განდევნიდა კერპთაყვანისმცემლობის უკუნს. ანტიპა შეიპყრეს და იმ ადგილზე მიიყვანეს, სადაც კერპებს მსხვერპლს სასწირავდნენ. მას შესთავაზეს რწმენის შეცვლა და ჰეფი ცხოვრება, მაგრამ წმინდანმა უარყო მათი წინადადება. ამისათვის ის გახურებულ სპილენძის ქვაბში ჩააგდეს. მან მთელი მსოფლიოსთვის ილოცა და სული უფალს მიაბარა. წმინდა ანტიპას ნეშთი პატივით დაასაფლავეს ქალაქ პერგამოსში. ახალი სტილით 24 აპრილს მთელი მსოფლიოს ქრისტიანები აღნიშნავენ წმინდა მოწამე ანტიპას ხსენების დღეს. ქრისტეს სახელით და ლოცვებით ანტიპა კურნავდა დაავადებებს. სტომატოლოგების მფარველად ითვლება იგი. ლოცვა-მღვდელ მოწამე ანტიპა პერგამოსელისადმი, კბილის ტკივილის ჟამს. ჰოი ყოვლად დიდებულო მღვდელ მოწამეო ანტიპა, სნეულებათა შინამ სწრაფლ შემწეო ყოველთა ქრისტიანთათვის. ბრწამს მთელთა სულითა და გონებითა ჩემითა, რამე თუ შენ დამიბოძებულ არს უფლისა მიერ ნიჭი სნეულთა კურნებისა, სალმობისა სარეცელსა ზედამდებარეთა აღდგინებისა და უძლურთა განძლიერებისა. ამისთვისცა მე უძლური ესე შენ დავითარცა სნეულებათა მადლმოსილისა მკურნალისა მიმართ მოვილტი და შენისა ღირსისა პატივისა ხატისა მოწიწებით ამბორის მყოფელი გევედრები შუამდგომლობითა შენითა ზეციურ მეფისაგან ჩემთვის. სნეულისათვის ჩემისა მტანჯველისა კბილთა ტკივილისაგან კურნება ითხოვე. უკვე თუმცა არა ვარ ღირს შენ და კეთილსახიერისა მამისა და მარადის მფარველისა ჩემისა, არამედ შენ ვითარცა ღვთისაკაცთ მოყვარებისა მიმბაძავ მან, მეცა ჩემისა ბოროტთა საქმეთაგან განშორებისა და კეთილსა ცხოვრებასა შემდგომისა გამო, ღირს მყავ მფარველობისა შენისა. შენ და მიუხვად ბოძებულითა მადლი და განჰკურნე წყლულებანი და ჭრილობანი სულთა და ხორცთა ჩემთანი. მომმადლე მე ხორცთა მრთელობაი და ხსნაი და ყოველ საშინა კეთილშემწეობაი, რათა ყოვლითა სახიერებითა და სიწმინდითა მშვიდსა და უშფოთველსა ცხოვრებასა ცხოვრებული, ღირს ვიქმნე ყოველთა წმინდათა თანა დიდებად ყოვლადწმინდისა სახელისა, მამისა და ძისა და წმინდისა სულისა, უკუნითი უკუნისამდე. ამინ. ანუ თავიდან ხუმრობა მეგონა, მაგრამ თურმე მართლა არსებობს ესეთი ლოცვა კბილის ტკივილის დროს. მოდი ერთ რამეს გირჩევთ, ჩემო მეგობრებო, თუ კბილის ტკივილი შეგაწუხებთ, პირველ რიგში სტომატოლოგთან მიბრძანდით. მაინც და მაინც მხოლოდ ლოცვის იმედზე ნუ იქნებით. მე არ ვამბობ, რომ ღმერთის იმედზე არ უნდა იყო. კი, სტომატოლოგზე მეტად ღმერთის იმედზე უნდა იყო, მაგრამ ფანატიზმშიც ნუ გადავალთ, კარგი? ზომიერება რწმენაში, რაც მთავარია.